მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი, რომელიც ეხება იმას, თუ რა არ უნდა გააკეთოს ჟურნალისტმა, განსაკუთრებით, როდესაც აშუქებს ომს, კონფლიქტურ სიტუაციებს. არის 2008 წელი, მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვაშუქებ ომს და არის ის დღე, როდესაც რუსი ჯარისკაცები გადიან საქართველოს ტერიტორიიდან, გადიან გორიდან. ჩვენი ფოტოგრაფი და მე ვიდექით მაშინ ერთ-ერთ გზატკეცილზე და ვიღებდით აი ამ რუსული ტანკების კოლონის გასვას. და ზუსტად მაშინ რაღაცა მომენტში ტანკები გაჩერდნენ და ზაფხული იყო, ეს ჯარისკაცები რუსები ისხდნენ ზემოდან ამ ტანკებზე, ჩვენ ვიღებთ. და ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მე რო დამინახა, ვერ ვიტყვი, ძალიან უხამსო, ძალიან უზრდელური რაღაცა მითხრა. ამ დროს გავართ მე და ჩვენი ფოტოგრაფი. და იქ მე დამავიწყდა, რომ ვარ ჟურნალისტი. დამავიწყდა, რომ იქ ვიდექი ჩემს კოლეგასთან ერთად. და ეს მოჩვენა. იმიტომ რომ არ იმსახურებდა. არა, იმიტომ რომ ეს არ უნდა გააკეთო, როდესაც ხარ ჟურნალისტი და როდესაც კოლეგებთან ერთად ან მარტო აშუქებ ესეთ სიტუაციას. იმ ჯარისკაცმა ესე მოგვიშვირა ავტომატი, მაგრამ საბედნიეროდ ჰაერში ისროლა. ამიტომ მე ხშირად ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, რომ არის რაღაცები, სიტუაციები, როდესაც შენ უნდა დაივიწყო, რომ შენ ხარ შენ და სულ უნდა გახსოვდეს, რომ შენ ხარ ჟურნალისტი. ეს. When you're